როცა ორი ვარსკვლავი ერთმანეთს ეჯახება, წარმოიქმნება კოსმიური მტვერი. ეს მტვერი უკიდეგანო მასშტაბისაა და მასში უამრავი ელემენტია, მათ შორის ოქრო. შემდეგ ამ მტვრის უდიდესი ნაწილი წარმოქმნის მეტეორებს, ასტეროიდებს და ასე შემდეგ. ასე მოხდა ოქრო დედამიწაზე. ეს კოსმიური მტვერი უკვე ჩვენ ხელშია და ის უფრო მეტ წყვეტს, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური დეკლარაცია. 2026 წლის თებერვალს ოქრომ $5,000 მიაღწია. ეს მაჩვენებელი ეკრანზე სინამდვილეში ერთი რამის დიაგნოზია. თანამედროვე ფინანსური სისტემა იწვის. ჩვენ ბრუნდებით საწყისებთან, რადგან როდესაც სადრონებით იფარება და ვალები ტრილიონებს აღწევს, ქაღალდის ფული მხოლოდ ილუზია ხდება. ეკონომისტი პიტერ შიფი, რომელმაც 2008 წლის ფინანსური კრახი იწინასწარმეტყველა, ჯერ კიდევ 2012 წელს ამბობდა, რომ ოქრო $5,000 გადაცდებოდა. მაშინ ეს ბევრს ასაცილოდ არ ყოფნიდა. დღეს შიფი აფრთხილებს მსოფლიოს. ეს არ არის 2008 წლის მსგავსი იპოთეკური კრიზისი. ეს არის თავად დოლარის სისტემური კოლაფსი. მისი თქმით, თუ ადრე დოლარი უსაფრთხო ნავსაყუდლად ითვლებოდა, 2026 წელს ის კრიზისის ეპიცენტრშია. შიფი ვარაუდობს, რომ დოლარის დევალვაცია ფასებს ამერიკაში გააორმაგებს. ოქრო კი მის ერთადერთ რეალურ ალტერნატივად იქცევა. This is not, the end of this. Gold's going a lot higher. Gold soaring like this is telling you that the dollar is going to go down. ევროპაში ამერიკის ნდობის კრიზისმა ყველაზე მწვავე ფორმა გერმანიაში მიიღო. გერმანია, რომელიც ამერიკის შემდეგ ოქროს უდიდეს რეზერვს, 3,350 ტონას ფლობს, საკუთარი სიმდიდრის 37%-ს ნიუ-იორკის ფედერალურ ბანკში ინახავს. მაგრამ 2026 წელს ითხოვენ ოქროს დაბრუნებას საკუთარ ქვეყანაში. 2026 წლის თებერვალში გერმანულ პოლიტიკურ ელიტაში აფეთქდა დებატები, უსაფრთხოა თუ არა ჩვენი ოქრო ტრამპის ხელში. მარი აგნეს შტრაკ-ციმერმანი და სხვა გავლენიანი პოლიტიკოსები ოქროს სასწრაფო რეპატრიაციას, ანუ ამერიკიდან სამშობლოში დაბრუნებას ითხოვენ. მათ აფრთხობთ პრეცედენტი, თუ დასავლეთმა რუსეთის აქტივები გაყინა, რა გარანტიაა იმის, რომ ვაშინგტონი გერმანულ ოქროს არ გამოიყენებს პოლიტიკური შანტაჟის იარაღად. ეკონომისტი ემანუელ მონკი ამბობს, რომ ოქროს სახლში დაბრუნება გერმანიის სტრატეგიული დამოუკიდებლობის აქტი იქნება. განსხვავება 2008 წელს და დღევანდელობას შორის ისაა, რომ მაშინ ამერიკას შეეძლო ვალის ზრდით სხვების გადარჩენა. დღეს კი როცა ამერიკის ვალი 39 ტრილიონს აღწევს, მას საკუთარი თავის გადარჩენის რესურსიც აღარ აქვს. მსოფლიო აღარ ყიდულობს ამერიკულ ობლიგაციებს. იაპონიამ და ჩინეთმა მათი გაყიდვა დაიწყეს. ეს ნიშნავს, რომ გლობალური ეკონომიკური ღერძი დოლარიდან ისევ ფიზიკურ ოქროზე გადადის. იმისთვის, რომ გავიგოთ რატომაა დღეს ოქრო ყველაზე ძლიერი იარაღი მსოფლიო ლიდერების ხელში, უნდა ჩავყვეთ მის ფენომენს კოსმიური დაბადებიდან 2026 წლის იმ დრამატულ მოვლენებამდე, რომელმაც ბაზარი ბოლო რამდენიმე დღეში თავდაყირა დააყენა. რატომ მაინდა-მაინც ოქრო? რატომ არ გახდა ღირებულების საზომი მაგალითად პლატინა, რომელიც უფრო იშვიათია, ან რკინა, რომელიც უფრო სასარგებლოა? თუ დავაკვირდებით ადამიანის ფსიქოლოგიას, დავინახავთ როგორ გარდაიქმნა ჩვენი წარმოდგენა სიმდიდრეზე. იმის ნაცვლად, რომ უბრალოდ ნივთში გაგვეცვალა, ჩვენ შევთანხმდით ისეთ რესურსზე, რომელიც ყველასთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. ისტორიულად ამ როლს ბევრი რამ ასრულებდა: მარილი, პირუტყვი, აბრეშუმი, მაგრამ მარცვლეული ყველაზე ხელშესახები მაგალითია. რატომ მარცვლეული? იმიტომ, რომ ის პირდაპირ კავშირში იყო გადარჩენასთან. მისით ვარსებობდით. მისი შენახვა შესაძლებელი იყო ტომრებში და მისი ტრანსპორტირებაც მეტნაკლებად ხერხდებოდა. თუმცა მარცვლეულს, როგორც ვალუტას, სერიოზული ხარვეზები ჰქონდა. ის არ იყო იდეალური ფული. იმიტომ, რომ ის ფუჭებადია, შეიძლება დაგვილპეს, ჭიებმა შეჭამონ, ან ნესტმა გააფუჭოს. გარდა ამისა, დიდი რაოდენობით მარცვლეულის გადატანა შორეულ სავაჭრო გზებზე ფიზიკურად შეუძლებელი იყო. ამიტომ საბოლოოდ ადამიანებმა იპოვეს რაღაც უკეთესი, მბზინავი, რბილი ლითონი, რომელიც მდინარის კალაპოტებიდან ამოიღეს. ეს იყო ადვილად ფორმირებადი, ადვილი დასაყოფი და ის უბრალოდ ლამაზად გამოიყურება. ადამიანებს უყვართ მბზინავი ნივთები. მაგრამ რა არის აქ მთავარი? ოქრო არ გაჭმევს, ის არ გადფობს, არ გაძლევს თავშესაფარს. კი შეგიძლია მისგან სამკაულიან ხანჯალი დაამზადო, მაგრამ ის არ არის ისეთი სასარგებლო, სანამ ამ ნარევს არ დავამატებთ ძალიან ძლიერ ინგრედიენტს. ამ ინგრედიენტს ჰქვია რწმენა. ეს არის დიდი ფსიქოლოგიური ნაბიჯი ჩვენთვის. მარცვლეულიდან, რომელსაც აქვს პრაქტიკული სარგებელი, გადავდივართ ოქროზე, რომელსაც არ აქვს პრაქტიკული სარგებელი, მაგრამ არის იშვიათი, გამძლე, დაყოფადი და უნივერსალური. ოქრო არ არის დედამიწის ლითონი. ოქროს ატომები იქმნება მხოლოდ ნეიტრონული ვარსკვლავების შეჯახებისას. ეს არის სამყაროს ყველაზე ენერგიული მოვლენა, სადაც წნევა და ტემპერატურა იმდენად მაღალია, რომ მატერია ტრანსფორმირდება მძიმე ლითონად.
მილიარდობით წლის წინ ასტეროიდების მასიურმა წვიმამ ეს კოსმიური ნამსხვრევები დედამიწაზე მოიტანა. ეს ნიშნავს, რომ ოქროს მარაგი დედამიწაზე შეზღუდულია. მისი ლაბორატორიაში შექმნა კი ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული და ხშირად რადიოაქტიურია. ოქრო ქიმიურად ყველაზე ზარმაცი ლითონია. ის არ რეაგირებს ჟანგბადთან. რკინა იჟანგება და ქრება, სპილენძი მწვანდება, ვერცხლი შავდება. ოქრო კი 1000 წლეულების შემდეგაც ინარჩუნებს თავის პირვანდელ ბრწყინვალებას. სწორედ ამ თვისებამ გახადა ის მარადიული ღირებულების სიმბოლო. როდესაც ინვესტორი ყიდულობს ოქროს, ის ყიდულობს დროს და სტაბილურობას, რომელიც არ ექვემდებარება ფიზიკურ დეგრადაციას. ეკონომიკურ ჭრილში ოქრო არის ერთადერთი აქტივი, რომელსაც არ გააჩნია კონტრაგენტის რისკი. თუ თქვენ გაქვთ დოლარი ბანკში, თქვენი სიმდიდრე დამოკიდებულია ორ რამეზე: ბანკის გადახდის უნარიანობაზე და ამერიკის მთავრობის დაპირებაზე, რომ ეს დოლარი მსყიდველობით უნარს შეინარჩუნებს. თუ ბანკი გაკოდრდა ან სახელმწიფო ჩამოიქცა, თქვენი აქტივი ნულდება. ოქრო კი ფიზიკური ნივთია, მისი ღირებულება არავის დაპირებაზე არაა დამოკიდებული, ის უბრალოდ არსებობს. დიდი დეპრესიის დროს ხალხმა დაიწყო ბანკებიდან ოქროს მასიური გატანა, რამაც სისტემა ჩამოშლის პირას მიიყვანა. პრეზიდენტმა ფრანკლინ რუზველტმა გამოსცა ბრძანება, რომლითაც ამერიკელებს აიკრძალათ ოქროს ზოდების ფლობა. მთავრობა სურდა კონტროლი დაეწესებინა ფულის მასაზე, რომ ეკონომიკის სტიმულირებისთვის მეტი დოლარი დაებეჭდა, რაც ოქროს სტანდარტის პირობებში შეზღუდული იყო. ადამიანებს აიძულეს თავიანთი ოქრო ქაღალდის დოლარებში გადაეცვალათ. 1933 წლამდე ადამიანებს შეძლოთ ბანკნოტის ოქროში გადაცვლა. შემდეგ მოხდა დიდი ნახტომი. ჩვენ დავიწყეთ ნდობა არა ლითონის, არამედ მთავრობის. ამას ქვია ფიატ ფული. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა ბრეიტონ-ვუდსის სისტემა. 44 მოკავშირე ქვეყანა შეთანხმდა ახალ მსოფლიო ეკონომიკურ წესრიგზე, სადაც მსოფლიო ვალუტები მიება დოლარს, ხოლო დოლარი ოქროს. 1 უნცია უდრიდა $35. ამერიკა პირდებოდა სხვა ქვეყნებს, რომ ნებისმიერ დროს გადაუცვლიდა მათ დოლარს რეალურ ოქროში. 1960-იან წლებში ამერიკამ იმაზე მეტი დოლარი დაბეჭდა ომების და სოციალური პროგრამებისთვის, ვიდრე ოქრო ჰქონდა რეზერვში. როდესაც საფრანგეთმა და გერმანიამ თავისი ოქროს დაბრუნება მოითხოვეს, ამერიკას მარაგი ამოეწურა. 1971 წელს პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა ცალმხრივად შეაჩერა დოლარის ოქროზე გადაცვლა. ამით დასრულდა ოქროს სტანდარტის ეპოქა და დაიწყო სუფთა ფიატ სისტემა. I have directed Secretary Connolly to suspend temporarily the convertibility of the dollar into gold or other reserve assets. 2026 წელს ეს ნდობა ირყევა და ადამიანები ბრუნდებიან საწყისებთან. 29 იანვარს ოქრო მიაღწია $5,595 და ამის მიზეზი იყო ამერიკის ვალის 38 ტრილიონამდე ზრდა და ინფლაციის შიში. თუმცა 1 თებერვალს ბაზარმა განიცადა უდიდესი ვარდნა 1983 წლის შემდეგ. ტრამპმა ფედერალური რეზერვის, ანუ ცენტრალური ბანკის თავმჯდომარედ წარადგინა კევინ უორში. I think it's going to be a very good choice. I hope so. ტრამპი არა მხოლოდ ნიშნავს თავის ხალხს, არამედ ცდილობს ფედი პირდაპირ თეთრ სახლს დაუქვემდებაროს. პოლიტიკურად ეს ნიშნავს, რომ დოლარის ბედი აღარ წყდება ეკონომიკური ლოგიკით, არამედ პოლიტიკური ინტერესებით. ოქროს ფასი იმიტომ კი არ იზრდება, რომ უორში ცუდია, არამედ იმიტომ, რომ ინვესტორებს ეშინიათ. თუ პრეზიდენტი მართავს სტამბას, ინფლაცია გარდაუვალია. უორში არის კონსერვატორი, რომელიც მხარს უჭერს ძლიერ დოლარს და მაღალ საპროცენტო განაკვეთებს. ბაზარმა ეს აღიქვა როგორც სიგნალი, რომ დოლარი გადარჩება. შედეგად ოქროს ფასი $4,400-მდე ჩამოვიდა. This isn't the first time you've heard me in the last decade say we need regime change at the Fed. It's not just about a person, it's about an approach to economics, it's about approach to what they're doing, and I'm troubled when I see them moving the goalposts. მაგრამ ეს სიმშვიდე მხოლოდ 48 საათს გაგრძელდა. 4 თებერვალს არაბეთის ზღვაში ამერიკის მიერ ირანული დრონის ჩამოგდებამ დაამტკიცა, რომ გეოპოლიტიკური რისკი ბევრად უფრო ძლიერია ვიდრე ნებისმიერი ეკონომიკური დანიშვნა. ფასი კვლავ $5,100 გადასცდა. ეს ადასტურებს ერთ რამეს: ოქრო არის ომის და ქაოსის ბარომეტრი. სანამ პოლიტიკურ მიზეზებზე გადავალთ, უნდა შევხედოთ ციფრებს. 2026 წლისთვის მსოფლიო ოქროს რუკა ასე გამოიყურება. ოქროს უპირობო მეფე ამერიკა ინარჩუნებს მსოფლიოში უდიდეს მარაგს. მიუხედავად იმისა, რომ დოლარი მსოფლიოს სარეზერვო ვალუტაა, თავად ამერიკა არ ენდობა მხოლოდ საკუთარ სტამბას. 8133 ტონა ფორტ ნოქსში არის გარანტი იმის, რომ თუ დოლარი ოდესმე ჩამოიშლება, ამერიკა კვლავ დარჩება ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ქვეყანად. ევროპის წამყვანი ქვეყნები გერმანია, იტალია, საფრანგეთი ჯამურად თითქმის 8000 ტონას ფლობენ. 2026 წლის თებერვლის მთავარი ტრენდია რეპატრიაცია. ესაა პროცესი, როდესაც ქვეყანა, კომპანია ან ფიზიკური პირი საკუთარ აქტივებს, ფულს ან ძვირფასეულობას, მაგალითად ოქროს, რომელიც აქამდე უცხოეთში ინახებოდა, საკუთარ ქვეყანაში აბრუნებს.
ევროპულმა ქვეყნებმა დაიწყეს საკუთარი ოქროს დაბრუნება ამერიკის საცავებიდან. მათ ეშინიათ ტრამპის ადმინისტრაციის ტარიფების და სურთ, რომ ფიზიკური ოქრო საკუთარ ტერიტორიაზე ჰქონდეთ. ევროპა ხედავს, რომ ტრამპის ამერიკა უპირველეს ყოვლისა პოლიტიკა ნიშნავს მოკავშირეების მიტოვებას ტარიფების წინაშე. Going to be only America first. გერმანია და საფრანგეთი ოქროს იმიტომ კი არ აბრუნებენ, რომ ახალი საცავები აქვთ. არამედ იმიტომ, რომ ეშინიათ ამერიკამ ისინი პოლიტიკურ მძევლად არ აქციოს. ეს არის დასავლური ალიანსის ბზარი, რომელიც ოქროს ზოდებშია გადახურდავებული. Has to be. That will be the foundation of every single decision that I will make. ამ გლობალურ პროცესს საქართველოც ახლა 2024 წელს ეროვნულმა ბანკმა 7 ტონა მონეტარული ოქრო შეიძინა, რაც იმის დასტურია, რომ სუვერენიტეტის განცდა ფიზიკურ ოქროზეც გადის. ამ ქაოსის დროს მოგებული რჩება რუსეთიც, რომლის შემთხვევა უნიკალურია. Bloomberg-ის ანალიზმა აჩვენა, რომ რუსეთმა ოქროს ფასი ზრდით 216 მილიარდი გამოიმუშავა. ეს არის ვინდფოლი, ანუ მოულოდნელი, უზარმაზარი და თავისთავადი მოგება, რომელიც ქვეყანა მიიღო არა საკუთარი შრომის გაზრდით, არამედ გარე პირობების შესვლით. პრაქტიკულად გაუფასურა დასავლური სანქციები. რუსეთი აღარ არის დამოკიდებული დოლარზე. ისინი ოქროს იყენებენ როგორც ნაღდფულს საერთაშორისო ვაჭრობაში. 2026 წლისთვის განიხილება BRICS-ის ახალი სავაჭრო ერთეული, რომელიც ოქროთი იქნება გამყარებული. ეს იქნება ანტიდოლარი ვალუტა, რომელსაც ზურგს უმაგრებს არა დაპირება როგორც ფიატ ფულს, არამედ რეალური ლითონი. ეს არის კოლონიური ფინანსური სისტემის დასრულების მცდელობა. აფრიკის და ლათინური ამერიკის ქვეყნები, რომლებიც 10 წლეულების განმავლობაში დოლარის ვალებში იყვნენ ჩაფლულები, ახლა ოქროს უყურებენ როგორც დეოკუპაციის იარაღს, რაც პირდაპირ გლობალური სამხრეთის აჯანყებაა ვაშინგტონის წინააღმდეგ. პრაქტიკულად რუსეთმა და მისმა პარტნიორებმა შექმნეს პარალელური რეალობა, სადაც ოქრო აღარ არის მხოლოდ რეზერვი, არამედ არის ცოცხალი ნაღდი ფული, რომლის გაყინვა, დაბლოკვა ან გაუქმება ვაშინგტონიდან ფიზიკურად შეუძლებელია. We're going to go into Fort Knox to make sure the gold is there. Don't be totally surprised. We opened the door. We'll say, there's nothing here. They stole this too. We're actually going to Fort Knox to see if the gold is there. Because maybe somebody stole the gold. Tons of gold. როდესაც რუსეთი ყიდულობს იარაღს ან ტექნოლოგიებს, ანგარიშწორება ხშირად ხდება ფიზიკური ოქროთი, რასაც დასავლური საბანკო სისტემა SWIFT ვერ ხედავს და ვერ აკონტროლებს. ამ ჩახლართულ პროცესში ჩინეთი არის ყველაზე იდუმალი მოთამაშე. ოფიციალური ციფრი 2306 ტონაა, მაგრამ ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რეალური მარაგი 5000 ტონაზე მეტია. ჩინეთი აგრესიულად ყიდის ამერიკის ვალს და ყიდულობს ოქროს. ტრამპი ხაზს უსვამს, რომ ჩინეთი დათანხმდა ამერიკული სოფლის მეურნეობის პროდუქტების და ენერგორესურსების შესყიდვას. ეს არის მცდელობა აიძულოს ჩინეთი გამოიყენოს თავისი დოლარები ვაჭრობაში და არ გაზარდოს ოქროს რეზერვები. All of us can choose by our actions to rise above the rancor and find common ground and shared purpose. We must focus on advancing the interests of the whole nation. პოსტში ნახსენებია ტაივანი და ირანიც. ეს ის ცხელი წერტილებია, რომლებიც ინვესტორებს აიძულებენ ოქროში გაიქცნენ. ტრამპის პოზიტიური ტონი არის მცდელობა დაამშვიდოს ბაზარი და შეამციროს პანიკური მოთხოვნა ოქროზე. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი შესანიშნავ ურთიერთობებზე საუბრობს, ჩინეთის მიერ ამერიკის ვალის გაყიდვა ადასტურებს, რომ პეკინს აღარ სურს ამერიკულ ქაღალდებზე დამოკიდებულება. იმიტომ, რომ თუ ამერიკას და ჩინეთს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაფუჭდება, მაგალითად ტაივანის ან ირანის გამო, რაც არც თუ ისე შორეულ პერსპექტივაში შეიძლება მოხდეს, ამერიკას შეუძლია ჩინეთს ეს ფული უბრალოდ გაუყინოს, როგორც რუსეთს გაუყინეს 300 მილიარდი დოლარი. როდესაც ჩინეთი ყიდის ამერიკულ ვალს, მას ხელში რჩება უზარმაზარი რაოდენობის დოლარი. ამ დოლარის შენახვა ისევ ამერიკულ ბანკებში საშიშია, ამიტომ ისინი ამ ფულით ყიდულობენ ფიზიკურ ოქროს. ოქრო ანონიმურია, ზოდებს არ აწერია პატრონის სახელი და ის არ არის ციფრულ სისტემაში. მისი გაყინვა ან გაუქმება ვაშინგტონიდან შეუძლებელია. ეს არის მათი ფინანსური ციხესიმაგრე. მათი მიზანია ოქროს ზივანის შექმნა, ვალუტის, რომელიც გამყარებული იქნება ლითონით და არა მხოლოდ კომუნისტური პარტიის დაპირებით. ოქროსთან ერთად ვერცხლი 2026 წელს იქცა ყველაზე სპეკულაციურ აქტივად. მისი ფასი $92 ავიდა. ვერცხლს აქვს ის, რაც ოქროს არ გააჩნია. სამრეწველო მოთხოვნა. ხელოვნური ინტელექტის ჩიპები, ელექტრომობილები და მზის პანელები მოითხოვენ ვერცხლს. თუმცა 20 იანვარს ვერცხლმა 28%-იანი ვარდნა განიცადა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც მზის პანელების მწარმოებლებმა გამოაცხადეს, რომ გადადიან სპილენძის ალტერნატივებზე
ვერცხლის მაღალი ფასის გამო. ეს არის გაკვეთილი ინვესტორებისთვის. ვერცხლი არის ღარიბების ოქრო, მაგრამ მისი ფასი ბევრად უფრო манипуლირებადია. თუ შევხედავთ ქვეყნების სტატისტიკას, პოლონეთი გამოირჩევა ოქროს მარაგის საკმაოდ დიდი ზრდით. სულ რაღაც რამდენიმე თვეში მარაგი 515-დან 550 ტონამდე გაზარდეს და კიდევ 700 ტონამდე აპირებენ გაზრდას. ალბათ გიჩნდებათ კითხვა რატომ. პოლონეთი გეოპოლიტიკურ ცეცხლის ხაზზეა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, ოქრო არის პოლონეთის დამოუკიდებლობის გარანტი. თუ ომი მათ საზღვარზე გადმოვა, თუ ელექტრონული ფული გაქრება, ოქრო იქნება ერთადერთი რამ, რითაც ქვეყანა შეძლებს გადარჩენას და რესურსების ყიდვას. მათთვის ოქრო არის თავისუფლების გარანტი არა მხოლოდ რუსეთისგან, არამედ ბრიუსელის ფინანსური დიქტატისგანაც. ოქრო არის ერთადერთი რამ, რასაც პოლიტიკური ცენზურა არ აქვს. 2026 წელს ოქრო არ არის მხოლოდ ფინანსური ბუშტი. ეს არის პოლიტიკური რეფერენდუმი მოქმედი მსოფლიო წესრიგის წინააღმდეგ. როდესაც ტრამპი იქზე ფედერალურ რეზერვს უტევს, ხოლო სინძინპინი მოსკოვში ოქროს იუანის სტრატეგიას ხაზავს. ისინი ამით ამბობენ, რომ ძველი თამაშის წესები აღარ არსებობს. Reuters-ის ბოლო გამოკითხვა, რომელშიც 30 წამყვანი ანალიტიკოსი მონაწილეობდა, გვეუბნება, რომ 2026 წლის საშუალო ფასი $4,746 იქნება. მაგრამ კორპორაცია JP Morgan ბევრად უფრო ოპტიმისტურია. ისინი 6,300-იან წლის ბოლოსთვის. მოდი წარმოვიდგინოთ, რომ ეს პროგნოზი გამართლდა. რა მოხდება ამ შემთხვევაში? ცენტრალური ბანკები გააგრძელებენ დოლარის რეზერვების შემცირებას. რადგან რაც უფრო მეტი ქვეყანა გარბის დოლარიდან, მით უფრო უფასურდება ის. ინდივიდუალური ინვესტორებისთვის ოქრო აღარ იქნება მხოლოდ ბაბუების აქტივი. დღეს უკვე ჯენზი და მილენიალები მასიურად ყიდულობენ ციფრულ ოქროს და ფიზიკურ მონეტებს. ჩვენ შესაძლოა ვიხილოთ ახალი ბრეტონ ვუდსის მსგავსი კონფერენცია, სადაც სისტემურად შეიცვლება ყველაფერი და მსოფლიო ლიდერები შეთანხმდებიან ვალუტების ხელახალ კავშირზე ოქროსთან, რათა ქაოსი შეჩერდეს. ბოლო დღეებში გავრცელდა სათაურები, რომ თითქოს რუსეთმა თავისი ოქროს 70% გაყიდა. რეალურად რუსეთმა გაყიდა თავისი ეროვნული კეთილდღეობის ფონდის ოქროს 71%, რაც მათი მთლიანი რეზერვების მხოლოდ მცირე ნაწილია. ცენტრალური ბანკი კვლავ ფლობს 2300 ტონაზე მეტს. ეს მაგალითი გვიჩვენებს თუ რამდენად დიდი манипуლაციაა ოქროს გარშემო. ასეთ ინფორმაციას ავრცელებენ იმიტომ, რომ მხოლოდ გეოპოლიტიკას არ აქვს ოქროს ფასზე გავლენა. უდიდესი გავლენა აქვს ადამიანის აღქმებს. თუ ხალხი დაიჯერებს, რომ გიგანტები ოქროს ყიდიან, ისინიც დაიწყებენ გაყიდვას და ფასი დაეცემა. მაგრამ გამოთვლილი ბანკირები, კორპორაციების და ფონდების მმართველები და მსხვილი ტრეიდერები მხოლოდ სათაურებს კი არ კითხულობენ, არამედ ანგარიშებს და ყველაზე მეტ მოგებასაც ნახულობენ. დაახლოებით ასე ფიქრობენ. მოიცადეთ, რუსეთმა NWF-დან გაყიდა ოქრო, რადგან ბიუჯეტში გარღვევა აქვს. მაგრამ ცენტრალურმა ბანკმა თავისი 2300 ტონა ხელუხლებლად დატოვა. მეტიც, ჩინეთმა დღეს კიდევ 20 ტონა იყიდა. ესე იგი, ოქრო კვლავ ძლიერია. რუსეთმა გაყიდა თავისი ეროვნული კეთილდღეობის ფონდის ოქროს ნაწილი არა იმიტომ, რომ ოქროს მიმართ დობა დაკარგა, არამედ იმიტომ, რომ ოქრო სწორედ ამისთვის არსებობს. კრიზისების დროს ის არის უკანასკნელი რეზერვი, რომელიც ბიუჯეტის ხვრელებს ავსებს მაშინ, როცა სხვა ყველაფერი დოლარი, ევრო დაბლოკილია. როდესაც ბრბო პანიკაშია და ფასი ხელოვნურად ეცემა, ჭკვიანი ხალხი სწორედ მაშინ ყიდულობს ოქროს უფრო იაფად. ოქრო არ არის მხოლოდ ფულის ისტორია. ეს არის კაცობრიობის დაუცველობის ისტორია. ჩვენ გვქვნით იმპერიებს, ვიგონებთ ინტერნეტს, დავფრინავთ მარსზე, მაგრამ როგორც კი კრიზისი დგება, ჩვენ ვუბრუნდებით იმავე ყვითელ ლითონს, რომელსაც აცტეკები და რომაელები ეთაყვანებოდნენ. 2026 წელს ოქრო არის ერთადერთი ენა, რომელიც ესმით ვაშინგტონშიც, მოსკოვშიც, პეკინშიც და ვარშავაშიც. ის არის ერთგვარი ფინანსური ღუზა. სანამ სოფლიო ვალებშია ჩაფლული, სანამ დრონებით სასფარავენ და ლიდერები არაპროგნოზირებადები არიან, ოქროს ფასი 5000 იქნება თუ 10000, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია ის, რომ ოქრო რჩება ერთადერთ აქტივად, რომელიც არასდროს გახდება ნული.